მე დავიბადე და გავიზარდე სოფელში. ძალიან პატარა სოფელშია, ჩემი ადრეც პატარა იყო და ახლა მით უმეტეს სულ დაპატარავდა. ტყის პირას, ძალიან ლამაზ ადგილას და ჩემი ბავშვობა გავატარეთ სულ ბუნებაში. უფრო მიყვარდა ყოფნა ბუნებაში, ვიდრე ბავშვებთან თამაში. მიყვარდა ხატვა, ძალიან ბევრს ხატავდი და ვკითხულობდი ძალიან ბევრს. საბედნიეროდ ჩვენ სოფელში იყო მაშინ ბიბლიოთეკა და მქონდა ამის შესაძლებლობა. ესეთი იყო ჩემი ბავშვობა, ძალიან კარგი და შვიდი. და დღესაც სიამოვნებით მივდივარ ხოლმე ჩემ სოფელში, თუმცა მართლაც დაიცალა ხალხისგან და ძალიან გულდასაწყვეტია, ისე როგორც ძალიან ბევრი სოფელი. მაგრამ მე ვიყიდე ჩემ სოფელში მიწა და მინდა რომ პატარა სახლი ავეშენო, დავიწყე უკვე ამისთვის სამზადისი, იმიტომ რომ მემაჩნია რომ ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი ადგილია. იცით რა, მე მგონია რომ ყველა სხვადასხვანაირად აკვირდება ცხოვრებას. ყველა ადამიანს თავისი ინტერესი აქვს და ალბათ ხედვაც. და ჩემს ყოველთვის საინტერესოა ხოლმე ამ ადამიანების ხედვა, მაგალითად იგივე ჩემს ფოტოებში, როდესაც ისეთ რაღაცას აღმოაჩენენ ხოლმე ხანდახან, რაც მე არც მიფიქრია. ვიცი, მეც ალბათ თავისებურად ვაკვირდებოდი მაშინაც ცხოვრებას. 16 წლიდან დავიწყე დამოუკიდებელი ცხოვრება. ისა თქმა უნდა, ჩემი არჩევანი არ ყოფილა მაინც და მაინც. სწავლობდი სამხატვრო სასწავლებელში, შემდეგ ვიმუშავე და როცა დავიწყე ფოტოგრაფობა, მაშინ ითვლებოდა ცოტა სამარცხვინოდ პროფესია, ანუ არა პერსპექტიულად, არა ცოტა გართობასავით ჩანდა და საკმაოდ წინააღმდეგობები მქონდა, მაგრამ ჩემმა დამოუკიდებლობამ, რომელიც არც ისე იოლი ერთი მხრივ დამოუკიდებელი ცხოვრება, მაგრამ სამაგიეროდ პასუხისმგებელი ხარ შენ თავზე. და მომცა იმის შესაძლებლობა და რომ გამბექცელებინა ის, რაც ძალიან მეყვარდა. დიდ ქალაქში ჩამოვედი, იმიტომ რომ მინდოდა მესწავლა. მხოლოდ და მხოლოდ მარტო. და დღესაც, როცა ჩემი ცხოვრების შეგნებული დიდი ნაწილი უფრო ვიდრე სოფელში გავატარე ქალაქში, მე დღესაც ვფიქრობ, რომ ჩემი გული არის იქ სოფელში. და საერთოდ არა მარტო ჩემ სოფელში, მე მიყვარს როგორ ვითხრათ, რეგიონებში მუშაობაც, მოგზაურობაც, ადამიანები, ვინც ახლოს არიან ბუნებასთან, მგონია, რომ მათში არის რაღაცა განსაკუთრებული და საინტერესო ჩემთვის. ვთქვათ, იცით, შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი ცხოვრების რთული პერიოდი დაიწყო იმის მერე, რაც ქალაქში ჩამოვედი. იცით, რთულია მარტო თან არც ვიყავი მზად ცხოვრებისთვის, ხომ არიან ადამიანები, ვინც ამისთვის სწრაფად უღებენ ალღოს, არა, მე დავრჩი ისევ იქ უკან, ჩემს ოცნებებთან, თუმცა სერიოზული ჩამაფიქრებიც მქონდა, მაგრამ ყოველთვის მქონდა პრინციპები, რომელსაც არასოდეს არ მიღალატია და რომელიც ჩემთვის წამგებიანიც კი იყო ბევრ რამეში. მოკლედ რთული იყო. ძალიან რთული პერიოდები ბევრი იყო. საბოლოო ჯამში ვერ შევძელი მესწავლა ის რისთვისაც ფოტო კამერა ავიღე თავიდან ხელში, იმიტომ რომ მე მინდოდა ოპერატორობა. ვერ შევძელი ფინანსური პრობლემების გამო, მაგრამ სამაგიეროდ დამრჩა ფოტოგრაფია. ჩემი შვილი, რომელიც ჩემი მენეჯერი, ჩემი მრჩეველი, ჩემი ასისტენტიც და ჩემი დირექტორიც არის. მის შეფასებას ყველაზე მეტად ვენდობი. იცით რა, დიდი წინააღმდეგობები არ ყოფილა, როდესაც გადაღებებზე მივიდიოდი, უბრალოდ უკვირდათ ხოლმე. ფოტოგრაფი სად არის, მაგალითად, ერთმა ისო მე ვიღაცა ულვაშებიან კაცს ველოდებოდი და ესეთი, უბრალოდ უკვირდათ, მაგრამ როგორც ქალს, მე არ ფოტოგრაფს, მე არ მქონია რამე სირთულეები ამ მხრივ. მუშაობის პროცესს გულისხმობ. რა ვიცი, ესე იყო. დღეს საბედნიეროდ ქალი ფოტოგრაფები უფრო მეტი არიან, ვიდრე კაცები. უბრალოდ უფრო მაგრები არიან. ხშირად მაქვს ეს ამ გარემოშიც კიდევ არ შეიძლება რომ არ გქონდეს ეს, მაგრამ
ჩემთვის ამ დროს ყველაზე კარგი არის мотиваციის დასაბრუნებლად კარგი ფოტოგრაფების ფოტონამუშევრების ნახვა. დავიწყებ მათ თვალიერებას და მაშინ მინდება მოვკიდო ხელი კამერას და წავიდე გადასახადად. სამიკითხია ესეთი ფოტოგრაფების, რომლებაც ძალიან დიდი შემოქმედებითი გზა გაიარეს და თანაც ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე მუშაობდნენ და თქვეს რომ აი მე დავიღალე და მინდა ახლა რაღაცა ხუბი ავიღვა. ესეთი და მე ვფიქრობ რომ მე ასე ვერ დავიღლები, იმიტომ რომ მე წლების მანძილზე ფიქრობდი მხოლოდ რა გადამიღო, მაგრამ გადაღებას ვერ ვახერხებდი. დღესაც ეგ არის, ამიტომ მე მგონი არ ვარც არის სადავიღლები ფოტოგრაფიის, იმიტომ რომ წინ ძალიან დიდი გეგმები მაქვს. წინასწარ მე მაქვს იდეა. ჩანაფიქრი, რისი გაკეთება მინდა, როდესაც ვიწყებ პროექტზე მუშაობას. შემდეგ ამას ჩემს იდეას ძალიან კარგად ვამუშავებ, ბევრს ვფიქრობ მასზე, რა მინდა, რატო ვიღებ, რისი თქმა მინდა. შემდეგ ყოფ იმათ კონკრეტულად რა დამჭირდება ამისთვის და მე უკვე ვიწყებ გადაღებას და რა თქმა უნდა მუდმივად თავში გიტრიალებს ფოტოგრაფია. სხვა იქ მე არაფერზე არ ვფიქრობ. იმ ადამიანებთან საუბრის დროსაც ვაკვირდები, ვსწავლობ და რა თქმა უნდა ველოდები კადრსაც. მე მგონია რომ ეს ხშირად ხდება ეს პროცესი. ეს არ არის რომ ერთხელ მუდმივად სწავლობ, მუდმივად ცდილობ რომ უფრო მეტი გაიგო, უფრო მეტი შენ თავზე რა თქმა უნდა, უფრო ცოტა სხვანაირად შეხედო, შემდეგ შეიძლება უკან დაბრუნდე ისევ. ეს მუდმივი პროცესია. მე მგონი რომ ამის გარეშე ადამიანი წინ ვერ წავხარ. ყოველთვის მინდა გადამეღო საქართველო. საქართველო ისეთი როგორც აი დღეს არის. ადამიანები და ბევრი მე მოგზაურა სამწუხაროდ ვერ ვახერხებ ამას. გერმანიაში იყო ჯგუფური გამოფენა ქართველი ფოტოგრაფების და მე წამიყვანეს იქ. და მოვიდნენ სტუდენტებიც ქართველები. და ერთ-ერთმა სტუდენტმა მითხრა რომ ჩემი შავთეთრი ფოტოგრაფია იყო იქ გამოფენილი. რომ მე ჩემს გერმანელ მეგობრებს ყოველთვის უყვებოდი როგორი ლამაზია საქართველო გადამწვანებული, როგორი აყვავებული ბუნება გვაქვს ყველაფერი ლამაზი და ამ დროს მე შემრცხვა როცა თქვენი შავთეთრი ფოტოები ვაჩვენე რომ აი ეს იყო ერთადერთი რაც დავამახსოვრდა. მუზა არ ვიცი, ამაზე არ მიფიქრია. მე რა ვიცი, ადამიანები საერთოდ მე მიყვარს ადამიანები, მათთან ურთიერთობა, მათი გადაღება და გადაღებაზე არანაკლებად მიყვარს მათთან ურთიერთობა. და შეიძლება ვთქვა, რომ ისინი მაძლევენ შთაგონებას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შენ არ უნდა იყო გულწრფელი იმ ადამიანებთან. ისინი ძალიან კარგად ხედავენ შენ. და ძალიან კარგად შეგიცნობენ ძალიან მალე. ამიტომ გულწრფელობა არის ყველაზე კარგი. მეორეც ის რომ მე ამ ადამიანთან დიდ დროს ვატარებ და თავისთავად ადამიანების ურთიერთობა უკვე რაღაცა ერთგვარ ნდობას ამყარებს ადამიანებს შორის. ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. და საერთოდაც მიყვარს მათთან ურთიერთობა. ჩემთვის არ არის მთავარი კადრი. აი გადავიღე ფოტო და ვсё წავედი. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია თვითონ ადამიანები. როდესაც გარემო უცხო ხარ, უცხო თვალი, ცოტა ეგზოტიკასავით უყურებ ყველაფერს, მაგრამ რაც უფრო სიღრმეში შედიხარ, რაც უფრო მეც სწავლობ, მეც იგებ, უფრო უახლოვდები ადამიანებს, უფრო გეცვლება წარმოდგენები და არის ადგილი, სადაც მე აღარც კი გინდა დაბრუნება, მაგრამ არის ადგილი, სადაც გინდა ბევრჯერ დაბრუნდე. აჭარაშიც ყოველთვის მინდა რომ დავბრუნდე. და მენატრება, აი რომ ჩამოვდივარ მაგალითად თაში, თიდან და ბრუნდები და მე ზამთარი მოდის და სულ ვფიქრობ ნეტა ახლა თოვლი როგორია იქ, ნეტა ახლა იქ ერთხელ მაინც ამიყვანა იქ ზამთარში ვერც ახვალ. მაგრამ მენატრება იქაურობა ის ადამიანები და სულ ესეთი გულის ფანცქალით ველოდები როდეს ჩავალ იქ. იმიტომ რომ მე მიყვარს ეს ადამიანები მიყვარა. იმიტომ რომ მათ აქვთ ძალიან ბევრი კარგი რამ, რაც ბარში მყოფ ადამიანებს უკვე აღარ აქვთ.
რაღაცა ხალასი ძალიან, რაღაცა ძალიან მეგობრული, გვერდში დგომა ერთმანეთის მიმართ, სტუმართმა სპინძლობა და რა ვიცი, მე ძალიან მხიბლავს ადამიანებში. ასე კონკრეტულად ვერ ვიტყვი, რომ ფოტო რომელიც გადაღების შემდეგაც შევიცვალე, მაგრამ მე კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ აი ამ ადამიანებთან ურთიერთობა ძალიან მზრდის. აი მათ შორის ბავშვებთანაც, იცით, აი როცა უყურებ, ხშირად მიფიქრია, რომ აი ამ ბავშვებმა ეს იციან და მე აღარ ვიცი, რომ ჩვენ აღარ ვიცით, მაგალითად უფროსების მიმართ დამოკიდებული, როგორები არიან, როგორი თავაზიანები არიან, იმიტომ რომ ეს არის ტრადიცია, რომელიც ოჯახებშია, რომლებსაც როცა უფროსები ასწავლიან შვილებს და ოჯახის ბავშვებს, როგორები უნდა იყვნენ ამ ადამიანებთან. და აქედან ვფიქრობ ხოლმე, რომ მე ბევრ რამეს ვსწავლობ მათგან. ის, რომ მე მაინც დიდხანს ვატარებ იქ და ეს ამ ადამიანებს ვცნობ და ისინიც მე მცნობენ და თავისთავად ჩდება ნდობაც, და რომ შეიძლება არ გაჩნდეს ეს ნდობა, მაგრამ საბედნიეროდ ჩემ შემთხვევაში უფრო ხშირად ჩდება ხოლმე. ამ ადამიანების ეს ადამიანები იციან, რომ მე ვიღებ მათ ფოტოებს. აქედან გამომდინარე აქვთ ეს გააზრებაც, რომ ეს ფოტოები შეიძლება სხვა ადამიანებაც ნახონ. მაგალითად, სოციალურ ქსელში, ინსტაგრამზე, როდესაც ვიდებ ეს ფოტოები, ძალიან კარგ კომენტარებს მიწერენ თვითონ ისინი და მე მიხარია. ყველაზე ძალიან მათ კომენტარს ველოდე, ვერას დაწერენ. იმიტომ რომ მართლა მნიშვნელოვანია ჩემთვის და იცით, არც ყოფილა ასეთი შემთხვევა, მაგრამ ყოველთვის მეშინია, რომ ვინმე რამე ცუდი არ დაწეროს. ფოტოზე კი არა, თავად იმ ადამიანს. ეს ჩემთვის არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იმ ადამიანებთან, ვისაც მე უღებ, ვისი ფოტოც მე დავდებ, მაგალითად სოციალურ ქსელში, იმიტომ რომ სხვა ადამიანებს ვაჩვენო, მე მაქვს ჩემი პასუხისმგებლობა, რომ მან არ იქცნოს თავი უხერხულად, მაგრამ საბედნიეროდ ასეთი არასოდეს არ ყოფილა. პირიქით კი ყოველთვის არის. ასეთი კადრებიც არის, რომელსაც ვფიქრობ, რომ ჯობია არ გადაიღო, იმიტომ რომ თავს უხერხულად გრძნობ და უფრო მნიშვნელოვანია იმ ადამიანების განცდები, ვიდრე შენი ერთი კადრი. ნებისმიერი კადრი არის ობიექტური, როდესაც იღებ, თუმცა არის ამავე დროს სუბიექტურიც, იმიტომ რომ ნებისმიერ ფოტოგრაფს, ადამიანს, ვისაც კამერა უჭერია ხელში, აქვს თავისი დამოკიდებულება ამ მოვლენის მიმართ. აქედან გამომდინარე, მე და თქვენ რომ გადავიღოთ ერთი და იგივე ამბავი, ერთი და იგივე თუნდაც წერტილიდან, მაშინ მაინც იქნება განწყობა, ის ემოცია, რაც ჩვენში ჩდება. და თუ დავაკვირდებით და კარგად შევისწავლით რომელიმე ფოტოგრაფის ნამუშევრებს, აი მე ხვდებით უკვე რომ ხელწერასაც ცნობ, განცდა რომელია, განწყობა როგორია ავტორის ამ ამბის მიმართ, ეს ძალიან კარგად ჩანს ფოტოში. ამიტომ ამბობენ ხოლმე, რომ ნებისმიერ ფოტოში არის 50% ფოტოგრაფი და 50% ამბავი, უფრო სწორად და 50% ფოტოგრაფი, ანუ ფოტოგრაფის განწყობა და ემოცია იმ ამბის მიმართ. არის ფოტო, რომელიც ერთ და იგივე მოვლენა ხდება, შეიძლება ბევრად უფრო თქვენზე იმოქმედოს, როგორც მნახველზე ემოციურად, ვიდრე სხვა ფოტოგრაფის მიერ გადაღებულმა იგივე ამბავი. ფოტო და სიტყვა ერთად არის ძალიან კარგი ამბავი. არის რაღაცა, რასაც ვერ ამბობს სიტყვა და უკეთესად ამბობს ფოტო, არის რაღაცა, რასაც უკეთესად ამბობს სიტყვა, განმარტებებს, უკეთებს რაღაცებს. ესე რომ ერთმანეთში ძალიან კარგად არიან. ცოტა ქალაქის მეშინია, მგონია ხოლმე, ქალაქის გადაღების. სოფელში უფრო ადვილია გადაღება. ასე მგონია. ან საერთოდ უფრო მათთან პოულობ, არ ვიცი ვერ გეტყვით, მაგრამ მაინტერესებს ქალაქი ცოტა სხვანაირად, სხვა იმით. სიტყვა მე ყოველთვის ვფიქრობ ხოლმე, რომ ეს იყო და 10 წლის მერე როგორი იქნება უკან დაუბრუნდე. ანუ 10 წლის მერე იქ უკვე შორიდან რომ შემოხედო უკან, ასე უყურებ. და ვფიქრობ, რომ ის რაც ჩვენ ყოველდღიურად ხვდებ, უყურებთ და თითქოს არაფერიც არ არის 10 წლის მერე ძალიან საინტერესოდ მოგვიჩვენება. ეს არ არის მარტო საქართველოში,
გლობალურად ასე ხდება, ცხოვრება იცვლება, ბევრი რაღაცა იკარგება, ბევრი ახალი შემოდის და ფოტოგრაფია ის ერთ-ერთი თვისებაც არის ის, რომ შემოგვინახოს ისტორია, ის რაც დღეს არის, აი ამ წუთში, ამ წამში და აღარასდროს აღარ განმეორდება. ამ ფოტოგრაფიას აქვს უნიკალური უნარი, შემოინახოს ისტორია. მაგალითად, თუ ჩვენ ავიღებთ ერთ პირველ ქართველ ფოტოგრაფს ალექსანდრე როინიშვილის შემოქმედებას, რა თქმა უნდა, სხვა ფოტოგრაფებიც იღებდნენ ამ სახის ფოტოგრაფიას, მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სწორედ მათ შემოგვინახეს ჩვენ, მაგალითად, ჩვენი საზოგადო მოღვაწეების ფოტოები, ილია, აკაკი, ვაჟა, მწერლების, შემოგვინახეს ისტორიული ძეგლების ფოტოები, ზოგი აღარც კი არსებობს უკვე, მათ შორის ქალაქის ხედები, ტიპაჟები, როგორები იყვნენ მაშინდელი, სხვადასხვა საზოგადოების წარმომადგენლები. ეს არის უნიკალური და ძალიან ობიექტური, ის რომ ჩვენ შეგვიძლია შევხედოთ ჩვენი თვალით, არა ვიღაც მაგალითად მხატვრის ფანტაზიით დახატავს, არამედ ფოტოგრაფის მიერ გადაღებულ დოკუმენტურ კადრს და წარმოდგენა შეგვექმნას იმ დროის ცხოვრებას. კი, ბევრი ასეთი კადრი, რომელიც ამოტივტივდება ხოლმე და იცით, ხანდახან ვფიქრობ ხოლმე, როდესაც ადამიანი რაღაც ამბავი ხდება და ყველას ხელში ტელეფონი უჭერია და იღებენ. ეს საინტერესოა, მეხსიერება, მე გადახედავ და ნახავ, მაგრამ საინტერესოა, რომ თავარა იმ ცოცხალ მომენტს, რომ ნახო ეს ყველაფერი, ტოვებ თითქოს ასე ჩნდება. იცით, მე როგორც კამერიდანაც ამას ფიქრობ ხოლმე, როცა ვიღებ კამერიდან, ხანდახან ყოფილა რომ კამერა ჩამომიწევია და მინდა რომ ისედაც უყურო თვალით. ორივე თვალით უყურო და არა გადავიღე, იმიტომ რომ ეს ძალიან საინტერესოა, თითქოს რაღაცა კი იღებ და აფიქსირებ ფოტოს, მაგრამ რაღაცა ცოცხალ მომენტებს ტოვებ, გონია ასეთი. რაღაცა ჩარჩოში ზიხარ და ერთიანობაში ცოტა ეს არის. რჩება რაღაცები. რა ვიცი, ვერ გეტყვით, ყველა სხვადასხვა რამ დაამახსოვრდება, რაც მათთვის მნიშვნელოვანია. ჩვენ ყველა ვეძებთ ჩვენთვის საინტერესო თემას ხოლმე. მინდა დაამახსოვრდეთ ფოტოგრაფია ადამიანი, რომელიც ხვის ისტორიებს შეინახავს. ადამიანობა აუცილებელია.